ქვეცნობიერის ნორმალური ფუნქციები ფიზიკურ პლანზე დაკავშირებულია რეგულირებასთან და ცხოვრების უზრუნველყოფასთან, სიცოცხლის შენარჩუნებასთან და ჯანმრთელობის აღდგენასთან, შთამომავლობაზე ზრუნვასთან ერთად, რომელიც თავის თავში მოიცავს ინსტინქტურ მისწრაფებას, შეინარჩუნოს ნებისმიერი სიცოცხლე და გააუმჯობესოს მისი პირობები მთლიანად. მენტალურ პლანზე ეს მეხსიერების საკუჭნაოა. მასში დამალულია აზრის შესანიშნავი დესპანები, რომლებიც მუშაობენ დროის და სივრცისგან დამოუკიდებლად. ეს არის პრაქტიკული ინიციატივის და შემოქმედებითი სასიცოცხლო ძალების წყარო. ეს ჩვევის ბინადრობის ადგილია. სულიერ პლანზე ეს იდეალების მისწრაფებების წარმოსახვის წყაროა და არხი, რომლითაც ჩვენ ვცნობთ ჩვენს ღვთაებრივ წყაროს. იმ ხარისხით, რა ხარისხითაც ვაღიარებთ ამ ღვთაებრიობას, ჩვენ გვესმის ძალის წყარო. ვიღაც იკითხავს, როგორ შეუძლია ქვეცნობიერებას შეცვალოს ჩვენი მდგომარეობა. პასუხი ასეთია: ეს შესაძლებელია. რამდენადაც ქვეცნობიერება სამყაროსეული გონის ნაწილია, ხოლო ნაწილი უნდა შეესაბამებოდეს მთელს გარეგნულად და ხარისხით. ერთადერთი განსხვავება მას შტაბშია. თლიანს როგორც ჩვენ ვიცით, აქვს შექმნის უნარი. საკუთრივ რომ ვთქვათ, იგი არის სწორედ ერთადერთი შემოქმედი. შესაბამისად, შექმნა გონებასაც შეუძლია, რადგანაც აზროვნება საქმიანობის ერთადერთი სახეა, რომელიც გონებისთვისაა მისაწვდომი. აზრიც ასევე აუცილებლად უნდა იყოს შემოქმედებითი. თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ არსებობს უდიდესი განსხვავება უბრალოდ ფიქრსა და ცნობიერ, სისტემატიურ და შემოქმედებითად მიმართულ აზროვნებას შორის. როცა ვაზროვნებთ, ჩვენი გონება ჰარმონიაში მოვყავს სამყაროსეულ გონთან, განმეწყობით უსასრულოზე. მოქმედებაში მოვყავს არსებული ძალებიდან უდიადესი, სამყაროსეული გონის შემოქმედებითი ძალა. ისევე როგორც ყველა დანარჩენი, ეს ძალაც იმართება ბუნებრივი კანონით და ეს კანონი მიზიდულობის კანონია. გონება აღჭურვილია შექმნის უნარით და ავტომატურად ურთიერთქმედებს აზროვნების ობიექტთან, ხორცს ასხამს მას ცხოვრებაში. თითქოს ეს ინფორმაცია რაღაც ახლის აღმოჩენაში დაგეხმაროთ, მაგრამ არა. თქვენ გეცნოთ ეს ყველაფერი. უბრალოდ გაგახსენდათ და არაფერი იყო უცხო ამ ყველაფრიდან, რაც მოისმინეთ. კი, ნამდვილად, ეს გაღვიძება. უფრო სწორად გამოღვიძება, რათა გადახვიდეთ ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე და ამაში ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ინსტრუმენტია. თავარი გასაღები კი თქვენშია. თქვენ ხართ საკუთარი მეს და აწმყოს შემოქმედი. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.